გაუმარჯოს ბატონო თორნიკე, როგორ ხართ? გაუმარჯოს, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო საბა. რავი მშვენივრად, როგორც იქნა დადგა ეს დღე, რომელსაც რამდენიმე თვეა უკვე გეგმავთ. ჩვენი საკუთარი პოდკასტი, bro. ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ მოვიდა ეს დღე. რაღაცები ხდება სასწაულებიც. აბა, დღეს გვაქვს სასაუბრო თემები, დაგვიგროვდა ბოლო ძირითადად განვიხილოთ ბოლო ერთი კვირის მოვლენები, რაღაც ბოლო 3-4 წლის თემებს არ შევეხებით, ცოტა უფრო რელევანტური რო იყოს, რასაც ვისაუბრებთ რა. აიგა. აგი თანხმები. კი ბატონო. რაზე გინდა საუბარი დავიწყოთ? გვაქვს რავი, გეიმინგზე შეგვიძლია ვისაუბროთ, შეგვიძლია სპორტზე, შეგვიძლია ნიუსები განვიხილოთ პლუს მინუს რა კატეგორიას აირჩევ? პოდკასტთან რომ დავიწყებდით, რაღაც ილონ მასკის რაღაც თამაშთან დაკავშირებით რაღაცა უნდა მოგეყოლა და მე მითხარი პოდკასტის დროს რომ მოვყვებიო და კი ბატონო, მაგით დავიწყოთ. ესე იგი პირველი კატეგორია გეიმინგი, მაგით დავიწყოთ ჩვენი პირველი ეპიზოდი. ილონ მასკი ვინ არის უკვე ყველა მიცით, რავი, წარდგენა არ სჭირდება, richest man in the world, celebrity და ასე შემდეგ. და კაროჩე, როგორ კურიოზულ სიტუაციაში გაყო თავი. Path of Exile იცით როგორ შენ თამაში? აზე არ ვარ, პირველად მისვლის. Alright, Diablo? არა, მე დავსერჩა Diablo ვიცი. კაროჩე, ხო და Path of Exile არის Diablo-ს ჟანრის თამაში რა. Даже Diablo-იცაც ეძახიან მაგ sub-ჟანრს ბევრნი. იმენა copy-paste არ არის, მაგრამ ძალიან მსგავსი თამაშია. ხო და ილონ მასკი ხო იცი როგორც ცდილობს რომ რაღაც ახალგაზრდებთან იყოს კავშირში და რამე იქ მიმები უყვარს ვითომ იქ რაღაც ფილმებზე საუბრობს ხოლმე თავის ქსელებში, ანიმეზე და თამაშებზე და ეგეთ რაღაცეებზე იცი ხო? თავს იპიარებს რა. თავს იპიარებს, კი. უნდა არა უკვე მოვიდა ფაქტია, ტრამპის მარჯვენა ხელია ტიპი მოვიდა და ეგ არის. ტრამპის მაგაცია. ხო და კაროჩე თუ არ ვწდები Twitter-ში, დიდი ალბათობით Twitter-ში, იმიტომ რომ ხა Twitter-ის გარდა არსად არ აქტიურობს, განაცხადა, რომ ეხლა Path of Exile არის მაგარ ჰაიპზე, მილიონობით მოთამაშეები და მთელი თემა, რომ მეც ძალიან აქტიურად ვთამაშობ Path of Exile-სო და საკმაოდ მაღალი დონის პლეიერი ვარო. ეგრე განაცხადა თვითონ, მაგის სიტყვებია. რა თქმა უნდა, თქვი მიდი. არა, გადავლიდა მთელი გეიმინგ სამყარო და Twitch-ი. კი ბატონო, მაქეთ მიმყავს საქმე. ხო და რა თქმა უნდა ხალხს ეჭვები გაუჩნდა, რომ ანუ ტიპი 50 წლის მილიარდელია, რომელიც 15 ბიზნეს მართავს თუ რავი რასაკეთებს, საიდან აქვს ტიპს ამდენი თავისუფალი დრო, რომ Path of Exile-ში იყოს top player-ი რა. ხო და რა თქმა უნდა გაუჩნდა სურვილი თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და დადო თავისი აკაუნტის სკრინი თუ ლინკი არ მახსოვს რომელიღაც, რომ კაროჩო ესა ვარ მეო, აკაუნტს საწერია Elon's profile თუ რაღაც მსგავსი და სტატისტიკას რო შეხედავ, ტიპი არის ნომერი 19 პლეიერი მსოფლიოში. კაროჩე, ხო და ხალხი გაგიჟდა, რომ განაპროსტა top player-ია, მსოფლიოს 20 საუკეთესო მოთამაშის შედისო. დაუწყეს გაკრიტიკება, რომ რაღაცებს იტყუები შენო, ესაო, სავარაუდოდ ორი ვერსია არის, პირველი რომ ან აკაუნტი იყიდა ვიღაც პლეიერისგან, ან შეარინგის თხოვა, რომ ერთად ვითამაშოთ მაგ აკაუნტზეო. მეც ეგ ვიფიქრე. ხო და კაროჩე, რომ დაემტკიცებინა, რომ მართლა ეგ არის, გადაწყვიტა გაესტრიმა Path of Exile-ი. უკვე ხვდები ხო რომ კატასტროფისკენ მიდის ყველაფერი? გაესტრიმა ილონ მასკა? Yes, and კიდე ერთხელ yes. ხო და კაროჩე, ტიპი მსოფლიოს 19 ნომერი პლეიერი. იმდენად საშილად თამაშობს, რომ ეხლა რომ დაჯდე ცხოვრებაში პირველად და ითამაშო, მაგაზე უფრო მაგრად ითამაშებ. ანუ ტიპი იმ დონემდე ნუბია, ასე ვთქვათ, რომ არ იცის, რომ როდესაც ფაითს მორჩები და რამდენიმე მეტოქის ერთად მოკლავ, ერთი ღილაკის დაჭერით შეგიძლია მთლიანი ლუთის აღება. ტიპი მიდიოდა, სათითაოდ იღებდა აბსოლუტურად ყველა ნიუტს და ინვენტარში ხელით ალაგებდა. მსოფლიოს top 20 პლეიერი. ტიპს იმდენი მაყუთი აქვს, აღარ იცის რა ქნას. ბიჭო, მაყუთი კი არა, ტიპს რა კომპლექსები აქვს, წარმოიდგინე, რომ ვიღაცა random Twitter user-ებს უმტკიცებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე არის და მაგ სიშორეზე მიდის, რომ სტრიმს ართავს, რომ დაამტკიცოს, რომ მართლა top 20-ია მსოფლიოში. ბიჭო, ეგეც პიარი, ანტი-პიარი ხო პიარია და რა უკი წაადგება ბოლოს.
ну, ხო, PR-ში მაგას ვერ შეიძლება ვერავინ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ პოლიტიკოსების მერე ალბათ, ну, პოლიტიკოსების მერე და რამდენიმე სპორტსმენის მერე ყველაზე დიდი სელებრიტია მსოფლიოში დღეს. კომპლექსი ვერ მიაწერი, იმიტომ რომ ეგეთი კომპლექსი რო იყოს, მაგდენი მოღუთის არ ექნებოდა. პროსტა თავს იპიარებს რა, თან ტრამსაც გამოადგეს იქნებ. ხო და რავი, ჩემი ეს კომპლექსებიც თამაშობს მან როლს, იმიტომ რომ არ დაიწყებდა ჩემი აზრით დამტკიცებას, მაგრამ შენ სიტყვებშიც არის სიმართლე კი. ეგეცა. აი, короче, ესეთი კურიოზით ვიწყებთ პირველ ეპიზოდს ჩვენი პოდკასტის. გაქვს რამე დასამატებელი, ჩემი აზრით ძალიან სასცილო ამბავია. პროსტა საღადაო ეგეთი კაცი რომ მაგებს ჩალიჩოს. ერთ მომენტში მე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გაიგიჟა და ახლა რავი თამაში დაიწყო იმის გამო რომ ვიღაცებს რაღაც დაუმტკიცოს და მე მაგის ფიქრობ რომ პიარია და მეტი არაფერი რა მოსლია მას. ну, მისაღები თეორია, ვერ შეგედავები, პიარიც არის თავისთავად და როგორც ვახსენე, მგონი კომპლექსებიც ურევია მან სადღაცას. Alright, გონი დროა უკვე მეორე თემაზე გადავიდეთ. ახლა ეს ისეთი საკითხი არ არის, რომ საათობით გამოწურო, რა სიტყვი შენ? თავისთავად ერთი მომასკის. Yes, sure. ნოჩი იცი ვინც არის ალბათ, Minecraft-ის შემქმნელი. Okay. By the way, სირე off topic-ი. დღეს არის 13 იანვარი, როცა ჩვენ ამ პოდკასტს წერთ და ფანჯარასთან მუდმივად ბრახაბრუხი არის. შეძლებს და გვარად ამოვჭრით ამ ყველაფერს, მაგრამ თუ სადმე გაგვეპარა ან რამე მნიშვნელოვანი მონოლოგის დროს იქნება ბრახაბრუხი, ბოდიშს გიხდით წინასწარ. მეორე სერიაში აღარ იქნება ეს პრობლემა. მოგვიანებით გილოცავთ, მეორე უახალწევ. მოგვიანებით გილოცავთ. ძველით ახალ წელს გილოცავთ, ასე ვთქვათ, იყოს. თავარი მილოცვა. შვიდობა და ბედნიერება ჩვენ. Anyway, დაუბრუნდეთ Minecraft-ის საკითხს, ხო? როგორც იცით 2014-ში მგონი Microsoft-მა იყიდა $1 მილიარდ მეტად Minecraft-ი ნოჩისგან და მოჯანგისგან. თვითონ მთლიანი კომპანია მოჯანგით შეიძინა. მაგის მერე ნოჩი პენსიაზე იყო გასული, გულაობდა, თავის მილიარდებს ხარჯავდა, მილიარდელი გახდა ტიპი ერთი პროექტით ლოლ. და თან Minecraft-ი არის ეგ პროექტი, რაღაც კიბოს ვაქცინა არ გამოუგონებია, Minecraft-ით გახდა მილიარდელი. და მეორე ნაწილი გამოვა, ხო? კი, ხო და ესე დაანონსა, რომ სურვილი გამიჩნდა game dev-ში დავბრუნდეო და ჩაანამიოკა, რომ მაგისი ახალი პროექტი Minecraft 2-თან იქნება კავშირში. ესე თქვა, რომ სულიერი მემკვიდრე იქნება Minecraft-ისო. სავარაუდოდ მასე იმიტომ დაუძახა, რომ საავტორო უფლებები დღეს Minecraft-ზე Microsoft-ს ეკუთვნის და სურო ტრაკზე გაიხეს. ხო, სურო ტრაკზე გაიხეს Minecraft 2-ს ვერ დაარქმევს ვერანაირად, მაშინ უკან უნდა გადაუხადოს Microsoft-ს მილიარდები, რომ დაიბრუნოს საავტორო უფლება. ცუცკია მაგდენს არიზოს. არა მგონია კონდეს კიდეც იმ მაგდენი, იმიტომ რომ 2014 წლის მერე კიდე უფრო გაძვირდა Minecraft-ის ბრენდი. დაამატე ინფლაცია, დაამატე ის, რომ Minecraft-ის ბრენდი გაძვირდა ბოლო 10 წელიწადში კიდე უფრო ძალიან, ამიტომაც ეგ ვარიანტი თუ მილიარდობით დოლარიანი სესხი არა იყო, პირდაპირ გამორიცხულია. არა საინტერესოა პროსტა რა უნდა დავამატოს და რა უნდა იყოს მაგ თამაში. ხო, აი Minecraft-ი ისეთი. მიდი დამთავრე შენი აზრი. ამოწურა რა Minecraft-მა ამოწურა პატარ-პატარა აპდეიტები ემატება, მაგრამ მაშინ უნდა გახდეს რეალისტური, აი შეიდერების თემა პირდაპირ უნდა იყოს ჩაქსავილი და აღარ უნდა გიწევდეს მოდელი. ეგეც არის RTX-ის ვიდეო ბარათი თუ გაქვს, შეგიძლია რეალისტური შეიდერები თვითონ თამაშშივე გააქტიურო. და ეგ არის, ხო, კი, on просто საკმაოდ ძვირიანი და ძლიერი ბარათი გინდა, რომ RTX ტექნოლოგია კონდეს. კი გამოდის ახლა 599 5090 კი. მაგასაც განვიხილავთ დღეს. ხო და რას ვამბობდი? ძალიან საინტერესო არის რის გაკეთებას აპირებს, იმიტომ რომ მაქსიმუმ რაც შეგიძლია გაუკეთო Minecraft-ს არის დატოვო ფუნდამენტი და პროსტა ახალი ფიჩერები დაამატო თავზე. მაგრამ ეგ უკვე სიკველი კი არა, პროსტა big update-ი გამოდის, არა?
ბიჭო ხო ანუ მე თუ მკითხავ ძალიან ჩაიფარცხება ეგ პროექტი და იმის არ იყოს ფილმი რო გამოდის Minecraft-ზე რაღაც მაგისოიც Oh no. ამაზე გვენი გამოვა ბოლოს იმიტომ რომ Minecraft ახლავს თამაშობთ Minecraft როგორც შენ და ასევე მეც მაგრამ კი. ისეთი თამაშია ამოწურა თავისი თავი უბრალოდ რაც შეიქმნა და რაც აპდეიტები ემატება ყოველ წლიურად ან წელიწადში ორჯერ მაგით საზრდოობს რა თორე რაღაც განსაკუთრებული არ მგონია შეიქმნას Minecraft 2-ით ხო რავი, მოკლედ სახელიც არ ვიცით, არაფერი არ ვიცით, მარტო ის ვიცით, რომ სულიერი მემკვიდრეა Minecraft-ის, aka Minecraft 2. დანარჩენს იმედია, ცოტა ხანში გაგვიმხელს ნოტში, იმიტომ რომ რეალურად მაინტერესებს რა აქვს ჩაფიქრებული და რა ამბიციები აქვს. ასევე წეღან ახსენე შუა დიალოგის დროს, ამიტომაც უფრო ცოტა ღრმად ჩავწვდეთ ამ საკითხს. Nvidia-მ დაანონსა RTX 5000 სერიის ბარათები, 5070, 8090 და მგონი 60-იც. გაიგენ იუსები ამ საკითხზე. ჩვენი სასიხარულო ისაა, რომ სხვა ბარათების ფასები დაიწევს და ეს ბარათი მაგარი მკიდია. Broke ხალხის მუდმივი პრობლემა, ბედნიერება даже პრობლემაც არა. ზატო წინა მოდელები გაიაფთება. ზატო მაგარი გაიაფთება ის მოდელები, რაც მე მიზიდავ შენ. კი. შენ წარმოიდგინე, მიდით დასრულე. გეიმერი ვარ, ბოდით ვერ შეგაწყვეტინე, მაგრამ აი გეიმერიასთვისე ვარ და რასაც ჩემი კომპიუტერი მიქაჩავს მაგებს რო თამაშობ. დიდად რომ კონდე შესაძლებლობა რომ ეს შევიძინო, არ შევიძენდი, იმიტომ რომ არ ვარ ისეთი გაგიჟებული გეიმერი რომ რაღაც თამაშებს და რაღაც ულტრა გრაფიკებზე და რაღაც ისე თამაშობ და რაღაც 400 FPS-ით თამაშობდე Cyberpunk-ს ან რაღაც. სხვა შემთხვევით 4K მილიარდი FPS-ის დევნაში არ ხარ. ხო რა, საერთოდ რა, ჩემთვის 120 FPS-ი კი არა, 60 FPS-ზე რო წყნარად ვარ და კი. რავი. ხო და კაროჩე, თვითონ ეგ ფაქტი რომ ახალი თაობის ბარათები გამოდის გეიმინგ სამყაროსთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ რა თქმა უნდა, სკანდალის გარეშე არ ჩაიარა ამ მოვლენამ. როგორ შეიძლება რაღაც დიდი მოვლენა სკანდალის გარეშე ჩაიაროს? კაროჩე, რისთვის აკრიტიკებენ? DLSS 4 ტექნოლოგია ექნება ამ 50-90 სერიას რა, ყველაზე 5090 ყველაზე ნავაროჩინი როგორც ეძახიან მოდელს. და DLSS-ი რა არის? კაროჩე, როდესაც performance-ის გაუმჯობესების ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ქმნის ყალბ კადრებს, რომ სტაბილურად 60 გქონდეს მაშინაც კი, როდესაც გიჭედავს თამაში. და დემონსტრაციის დროს Cyberpunk-ი ითამაშეს 4K 200 FPS-ზე თუ რაღაცა მსგავსი, 4K 200 FPS-ი Cyberpunk-ში. ხო და პრობლემა იმაშია, რომ მაგ კადრებიდან ნამდვილი არის ნახევარი სადღაც და მეორე ნახევარი არის ხელოვნური ინტელექტის დახატული კადრები. რაც იწვევს უამრავ ბლურს, რაც იწვევს უამრავ არასტაბილურობებს, ზუსტეში შეცდომებს და ეგეთ რაღაცეებს. და ხალხი არის გაწუφებული, რომ 200 FPS გვირეკლამებენ და რეალურად ნახევარს ვიღებთ 1500 თუ რაღაც დოლარიანი ბარათი თუ. ეგეთი თემა გვაქვს. 5G-ის თემა არა, 5G-ს შემოდის და 3G-ს მეც რო ვერ ვიჭერთ შუა ქალაქში. ხო, ის უნდა მეკითხა, სანამ შევცვლით თემას. ხო, რას ფიქრობ მაგაზე ხელოვნური ინტელექტით generated კადრებზე? მოკლედ გეტყვი, მკიდია. მე მკიდია, იმიტომ რომ მაინც ვერ ვნახავ. არ მექნება 5090 რო ჩემი თვალით ვნახო. მაგრამ ვინც დატესტა იძახიან, რომ ძალიან შესამჩნევიაო, საბედნიეროდ გათიშვა შეგიძლია, ამიტომაც ფატალური არ არის. არ შევიძენ, ფული რომ მომწე არ შევიძენ არის. არა, მაგას ვერ ვიტყვი, რომ მომწე შევიძენ. მე ცოტა old school-ი ვარ რა, აი Game Awards-ს რომ ვისაუბროთ, მე old school-ი ვარ თამაშებშიც და ყველაფერშიც რა. old school-ი ხარ Mario და Sonic-ს არ თამაშობ, მაგრამ გასაგებია რა, ცოტა 2010-იანები, 2020-იანები, 2010-იანები მაგ პერიოდიდან. ოკეი. ხო და იმას დავამატებ, რომ კიდე 5070 მოდელები ეგრე განაცხადეს, რომ 4090 მოდელის performance-ი ექნება თამაშებში, ოღონდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებით ეგეც, მაგრამ ფასი ექნება 1000 რაღაცა დოლარის მაგივრად $500. So ეგეც პლუსია. ეგრე გამოდის. კი.
Alright, next თემა. უკვე თითქმის ერთი თვის ამბავია, მაგრამ Game Awards 2024-მა ჩაიარა და რამდენიმე სკანდალი მოგვიტანა. პირველ რიგში Astrobot-ის Game of the Year. რა სიტყვი ამ თემაზე, რომ Astrobot-ი გახდა 2024 წლის საუკეთესო თამაში. ბიჭო, ისე old school-ობას რო შევეხოთ და 10-11 წლის რა თამაშებიც გახდნენ Game of Year-ი 2024 წელს რაც გახდა ძალიან სიბანძეა, მაგრამ რას ვიზავთ? ბიჭო, ამ წელს ისე სასწაული თამაშებიც არ გამოსულა და პროსტად ჩემ გეუბნებაში არ ჯდება რა. რაც რობოტი ასტრონავტი რო დარბის რაღაც პლანეტებზე რაღაც ნაწილებს რო აგროვებს. ძალიან არ ჯდება რა ჩემ გეუბნებაში. ანუ მაგას არ ვითამაშებ რა. მაგას მირჩევნია ისე 15 წლის წინანდელი Resident Evil 4 ჩავრთო და მაგის საუნდტრეკზე ვიჩილავ. დაგეთანხმებოდი. By the way, მაყურებლებო, უკვე გაგაფრთხილეთ, რომ ცოტა ხმაური არის background-ზე, ამიტომაც sorry, სამწუხაროდ პირველ ეპიზოდში გვექნება ეს პრობლემა, მაგრამ მეორეში უკვე აღარ იმის გამო, რომ ახალი წელია, უნდა შევეგუოთ. მაქსიმალურად ამოვუჭრით ამ ყველაფერს. თუ შუა დიალოგში იქნება, სამწუხაროდ არ მოიჭრება. Anyway, რას ვამბობდი, Astrobot-ში დაგეთანხმებოდი, რომ მარაზმია, რომ Game of the Year-ად გამოცხადდეს. მაგრამ Metacritic-ზე რო შევამოწმე, კრიტიკოსებისგან აქ 94% და პლეიერებისგან აქ 92. ყველაზე მაღალი შეფასება წელს. პლეიერებისგანაც და კრიტიკოსებისგანაც. გამოდის, რომ დამსხურებულად გახდა Game of the Year, რა სიტყვი. დამსახურებულად გახდა. ვერ დაგეთანხმები ბოლომდე, იმიტომ რომ არც gameplay არ მინახავს და არც მითამაშია და არც მაქვს სურვილი რომ ვითამაშო და ან gameplay-ს უყურებ. მე მაქვს სურვილი, ოღონდ ფასდაკლებას დაველოდები, იმიტომ რომ $60 ძალიან ბევრი Astrobot-ში. მეორე თემა რა. შენ სადაც Isaac-ს თამაშობ, იქაც Astrobot-საც ითამაშებ. თან მე მიყვარს 3D პლატფორმერები, ბოლო და ბოლო Sonic-ს და Mario-ს თამაშობდი 10 წელი პრაჩზე გადაბმულად, ჩემთვის 3D პლატფორმერები top 3 ჟანრია. ხო, ან ბროლ ჩემ გეონებაში არ ჯდება და თან შედარებითია ეხლა. წინა წელს რო გამოსულიყო რაღაცეთ თამაში, თუნდაც God of War რო გამოსულიყო ან რაღაც წინა 3-4 წლის თამაშები, რომლებიც Game Awards-ებზე იყვნენ წარდგენილები, მე მგონია მაგათთან ვერ მოიგებდა რა Astrobot-ი. თუმცა მოუგო Black Myth Wukong's მოუგო მაგალითად Elden Ring-ის DLC-ს, რომელიც ჩემს საერთოდ არ უნდა ყოფილიყო DLC Game of the Year-ზე. მარაზმია და Metaphor Refantasio-ს მოუგო, რომელზეც ძალიან ბევრი დადებითი წავიკითხე. Persona-ს ის არის spin-off-ი, როგორც ვიცი, ან spin-off-ი არა, უფრო Persona-ს სტილში გაკეთებული თამაშია და მაგასაც 90+ ქონდა ყველა საიტზე. So ეგეც მივამატე ჩემ playlist-ში, ასე ვთქვათ, მომავალ. ნუ, კაი, Astrobot-ის თემა განვიხილეთ. რა დაგვრჩა? ანონსებს შევეხოთ 1-2 სიტყვით. Witcher 4. Witcher 4 ძალიან awaited პროექტი არის. თუ ისეთი quality ექნება, რაც Witcher 3-ს ქონდა, Game of the Year წინასწარ ვიცით 2026-ისკენ როცა გამოვა. ბიჭო, ხო, ვუყურე ტრეილერს და აი, ძალიან მომეწონა, მაგრად მომეწონა. Witcher 4, ხო? ხო, წესით ძალიან მაგარი უნდა იყოს. კი. დიდი მოლოდინი. ცოტა მაგანაც გამოიწვია ცოტა სკანდალები იმის გამო, რომ Ciri-ო თუ რა ვიცი, Ciri-აც აქვია Ciri მგონი. სერილი. მასე ისა ორიგინალ წიგნებშიო, რომელზეც დაფუძნებული არის თამაშები, ნახსენები იყო, რომ ქალებს არ შეუძლიათ Witcher-ები გახდნენო და წავიდა დისკუსია იმაზე, რამდენად ლორის შესაბამისი არის Ciri-ს Witcher-ობა და მთელი ამბავი, მაგრამ ძალიან მოცლილი ხალხის ამბავია, მე თუ გითხავ ეგ. ბიჭო, ხო, ან წესით ეგრეც უნდა გაგრძელებულიყო რა, მაგრამ გერალტის ამბავიც მაინტერესებს, როგორ გამოჩნდება და ტრეილერში. გერალტი როგორც ვიცი პენსიაზეა. პენსიაზე არის, მაგრამ ტრეილერში არ ჩანდა და გერალტი რო არ გამოჩნდეს Witcher 4-ში, ძალიან დიდი იქნება, აბსურდი იქნება და ვიმედოვნოთ, რომ ჯოელის ბედი არ ეწია. ხო, ანუ მე ესე მაგითკენ მივყავდა თემა, რომ ანუ ლიჟბი მკვდარი არ იყოს. არა, მკვდარი არ არის წესით.
side მისიებში და თუნდაც main მისიებში გამოჩნდება და რაღაც როლი ექნება. ანუ просто იმან გამოკვირვა რომ ტრეილერში вообще გერალტი არ ჩანს და ნახსენებიც არ არის. ნუ პრინციპში ტრეილერიც კი არ იყო და თიზერი არის, გეიმპლეის წამიც კი არ გვინახავს. ტრეილერიც არ იყო, თიზერი იყო, მაგრამ თიზერი იყო ძალიან დიდხნიანი თან. 10 წუთი რამის. ხო, ანუ რაღაცა ის იყო. ჩათვალე გეიმპლეი გვანახეს მასტერმა და არ ვიცი, საინტერესოა თან ეხა დიდად ვიჩერის სამყაროში რაღაც ასწავლებრივად გარკვეული არ ვარ, მაგრამ მე ვიყიდე 3 Steam-ზე რა. მაგრამ ვიფიქრე, მესამე ნაწილიდან ვინ იწყებს თქო? დავჩექე პირველი და მეორე ნაწილი. Gameplay არ მომეწონა, იმიტომ ძალიან out-dated ვიდი ქონდა და დამეზარა მაგის გამოდაწყება და დღემდე მიდევ Steam-ზე. პირველი ორი ძალიან ძველია. ის უფრო მოკლე შინაარსივით უნდა გამოიტანო რა მაქინან და მე უნდა ითამაშო 3, იმიტომ რა ისე და ისე YouTube-ზე ნახო წინა ორის ნაწილი, წინა ორის story და მესამეს ჩაუჯდე ეგეთი პონტი. არა, review-ებს. მასე ვიზავ დიდი ალბათობით კი. კიდე საინტერესო ეგრე დახურული. same 1-2 მეც ამაქვს მასე ნანახი და ხურულის მაგივრად. საინტერესო ანონსებიდან კიდე Intergalactic გვექნება, Naughty Dog-ის ახალი პროექტი, Last of Us-ის, Uncharted-ის და Crash Bandicoot-ის შემქმნელების ახალი პროექტი არის. გრაფიკა იყო სასწაული, რაც Naughty Dog-ისგან უკვე აღარ გვიკვირს არავის, Naughty Dog-ი სინონიმურია უმაგრეს ვიზუალთან. Last of Us 2-ის გრაფიკა მიუხედავად იმისა, რომ PS4-ის თამაშია, დღემდე უმაგრესი არის. შენ ხო მაღაზიაზე ამოდის ვიღაცა ზიალი თახოტორა ქალიო. ხავს რო არ მოსონსა. კი, ისევ იმით Culture Wars-ის საკითხებში გაყო თავის სამწუხაროდ მაგ თამაშმაც მიდის ახლა უაზრო დავა მაღაზე. მაგარი მოსლია ორივე მხარეს რა. ანუ იმათი პროპაგანდა კაი მესმის ახლა. პროპაგანდა მიდის ყველაფრის 21 საუკუნეში, როგორც ფერადკანიანების, ისე უმცირესობის აი რასების ასე თუ ისე ნუ პროპაგანდა მიდის. იმის მიუხედავად რომ არც რასისტი ვარ, არც სექსისტი არ ვარ და არც ჰომოფობი არა ვარ, ფაქტია რაღაცების პროპაგანდა მიდის ოღონდ ზედმეტად. დამღლელი უკვე ძალიან კი ბატონო. დამღლელია და ყველაფერი რის გამო ხდება, ყველაფერი გეტყვი და ფინანსების. DI ინიციატივებისთვის იღებენ DI ინიციატივა ეგ არის მრავალფეროვნება, environmentalism და კიდე 1000 რამე, მაგაში იღებენ გიგანტურ ჰონორარებს და მერე მაგ ყველაფრით აკეთებენ პროექტებს. ოღონდ მაგის გამო მერე reception-ი ზარალდება. უღირთ არ უღირთ მაგათი თემა არის. ბიჭო, მეორე მხარეც ან ბოდიში დაატრაგებს, იმიტომ რომ აი ყველაფერზე გაბუქებოდა ყველაფრის რაღაც შანტაჟი და ყველაფერზე ჩაჭერა. მე უფრო მეორე მხარეს ვეთანხმები, უფრო არა მეტნაწილად მე შენსავით მკიდია, მთავარია თამაში იყოს ხარისხიანი და ეხა ფეხებზე მკიდია. მელოტი ლესბოსელი თუ ითამაშებ თუ რავი დიდ ზუძუებიანი ნაშით ვიღაც ფეხებზე მკიდია თუ თამაში ნაგავი იქნება. ხო, მაგრამ იმას ვამბობ, მაგრამ მაინც ეხა უყურე წეღან ვახსენე. მაინც არჩევნის გაკეთება რომ მომიწიოს, ები რო Last of Us-ში მაგის თამაშის მაგივრად, თუბი მირჩევნია ნიერიდან ან Eva Stellar Blade-დან, ასე რომ 55%-ით ასე ვთქვათ ვიხრები მეორე მხარისკენ ამ საკითხში, თუმცა მეტნაწილად მაინც ვკიდია. ჩაოლებრივი საკითხია ეგეც და ძალიან ჩაოლებრივი ხა არანაირი შეურაცხყოფა, მაგრამ ხო რაღაც სუქანი ჭარბწონიანი ფერატკანიანი ლურჯთმიანი მასტით თამაშს ჯობია რაღაც ლამაზი პერსონაჟით ითამაშო. ჩემს პირადად იმ ლამაზი პერსონაჟით თამაში უფრო მისაღები იქნება, ვიდრე ნუ არანაირი საწინააღმდეგო არ აქვს არც იმ პირველს. მაგაზე უკვე მოიფიქრეს არგუმენტი მეორე მხარემ. უბრალოდ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი იდიოტები ხართო და მაგიტო გჭირდებათ ლამაზი ქალები თამაშებში. ოღონდ იმაზე თვალს ხუჭავენ ეგ იდიოტები, აი უკვე იდიოტები დაუძახე და უკვე გამომივიდა რომ ხარი ავირჩიე, მაგრამ ოკეი დავიკიდეთ, რომ ესთეტიურ სიამოვნებას ბევრი რამისგან იღებ და თუნდაც არ არის საჭირო რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი იდიოტი იყო, რომ ლამაზი ადამიანის ყურება გერჩინოს, გინდ კაცი იყოს, გინდ ქალი, რომ თამაშისგან მეტი ესთეტიკური სიამოვნება მიიღო. ხო არ ჩაოლებრივი ამბავია რა თამაშია რა თამაშს ვიყენებთ რისთვის ანუ რეალურ სამყაროს გაიქცე და რაღაცით ის სიამოვნო და ხა მანდაც რო იგივე ტრეში გეჩდება რაც ანუ ტრეში ეხა სუდად escapism კი ბატონო რეალურ სამყაროდან ქრები ცოტა ხნით რო დაისვენო და სიამოვნება მიიღო პროცესისგან ტრეში არ ვეძახი არანაირ ადამიანს ანუ ყველა ადამიანი ერთნაირია ყველა ადამიანი ერთი იმისა მაგრამ
სხვა რაღაცა არის რა, ანუ ესთეტიკა და სილამაზე სხვა რაღაცაა და სამწუხაროდ ასია შექმნილი ქვეყანა და მსოფლიო. როგორც არ უნდა იჭიმებოდნენ ზოგ-ზოგი ერთები მაგის წინააღმდეგ კი. ხო, ანუ როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ასევე თამაშიც ესთეტიურად უფრო ლამაზ ადამიანს ირჩევ. ეგრეა მოწყობილი, აი, ცუდია რომ ეგრეა მოწყობილი, მაგრამ ეგრე ვარ აი, იმ სტატისტიკას მოვიყვან მაგალითად. ლამაზი ადამიანს ვითამაშო. ზუსტად იმ სტატისტიკას მოვიყვან მაგალითად, რომელიც რაღაც ორი კვირის წინ ჩაგიგდე და შენს პაუზა სანამ გქონდა შემახსენე, რომ თვითონ ქალებსაც კი, რომლებსაც არ მოსწონთ ზედმეტად სექსუალური პერსონაჟები, მაინც უმრავლესობა მაგ პერსონაჟებით თამაშს ირჩევენ, როცა არჩევანი აქვთ, ვიდრე მსუქანი, ფერადკანიანი, ლურჯთმიანი ქალის ნაცვლად. ფაქტია, რომ ესთეტიური სილამაზე მაინც ყველა მხრისთვის უფრო მიმზიდველია და პროსტა პოლიტიკური და პროპაგანდული ქულების დაწერაა. ხო რა, ანუ ეგ არა თორე, არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს, არც კი ბატონო, კი ბატონო. არც ერთი ტონის და არც ერთი ფერის და თუმცა არის კულტურები, რომლებიც არ მომწონს. ამით დავამთავრებ ამ საკითხს. ანუ მე მაგაში შეგედავ, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს ყოველი კულტურის. პოლიტიკაში არ გადავუვარდეთ, ჩვენ აზრზე დავრჩეთ, თორემ პოლიტიკურ პოდკასტად ვიქცევით. Anyway, всё, короче, ინტერგალაქტიკს ველოდებით. ფეხებზე მკიდია მახინჯი მთავარი პერსონაჟი, თუ თამაში იქნება high quality და Naughty Dog-ის იმედი ყოველთვის მაქვს. და ბოლო საინტერესო ანონსი გქონდა. უბრალოდ არ გქონდა, GTA 6-ის მოლოდინში ვიყავით ყველა, მაგრამ Rockstar-მა ჩაგვტე ხა. და ძველი ამბავია GTA 6. კი, ჩაგვტე ხა, ჩაგვტე ხა Rockstar-მა, მაგრამ თუ არ გადაიდო მომავალი წლისთვის, კიდევ უამრავ ტრეილერს ვიხილავთ წელს. ხო, იმედი მაქვს, რომ არ გადაიდება, მაგრამ ტრეილერი რო არ გამოვიდა და ჯერ კიდევ მოლოდინში რო ვართ ახალი ტრეილერის, აი ეგ ცოტა მაიჭებს და მაფიქრებს, მაგრამ იმედია 25-ში გამოვა. კი, იმის ხსენება მინდოდა, რომ Fumito Uedas ახალი თამაში დაანონსდა კიდე, ვინც არ არის გეიმინგ ინდუსტრიაში დიდად ჩართული არ ეცოდინება, ვინ არის вообще ეგ, who the fuck is that guy რა, ეგეთი მომენტი არის. Shadow of the Colossus-ის, Ico-s და Last Guardian-ის ის არის შემქმნელი. მაგალითად Shadow of Colossus შედევრად ითვლება, Last Guardian-მა ცოტა ჩაისვარა. Ico-s კარგად არ ვიცნობ, ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი, ძალიან excited ამბავი არის გეიმინგ სამყაროში მაგ ტიპის ახალი პროექტი და Shadow of Colossus კარგად ვიცნობ, ამიტომაც მეც ახლა მოუთმელად ველოდები მაგას. შენ შეგიძლია არ გააკეთო კომენტარი თუ არა ხარ შეხედილი ამ ტიპის პროექტებში? აზე არა ვარ, აზე ვაპარაკობ ასე რომ მოდი გავატარო. რომ იაპონურ გეიმ დევთან вообще არ აქვს შენ შეხება როგორც ვიცი. საერთოდ, აზე რა არის. короче, მაშინ დავამთავროთ Game Awards-ის თემა და ბოლო თემა დაგვრჩა, თემა, ტავტოლოგია. ბოლო საკითხი დაგვრჩა, რაც გეიმინგს ეხება. Ghost of Tsushima მიიღებს ანიმე ადაპტაციას და Horizon Zero Dawn მიიღებს კინო ადაპტაციას. რა სიტყვი ამ საკითხებზე? Horizon-ში დიდად ჩახედული არ ვარ და დიდად ეგ თამაში არც მომწონს და არც მაგ თამაშის ფანი არა ვარ, მაგრამ Ghost of Tsushima ძალიან კაი თამაშია. Game of Year-იც ხო იყო? Ghost of Tsushima არა Last of Us-თან წააგო, Last of Us Part 2-თან. ხო. ხო და არა Ghost of Tsushima იმენა ლეგენდა თამაშია, მართლა და ასე მგონია მაგის კინო ვერსია და ანიმე ვერსიაც. მაგის მარტო ანიმე ვერსიას აკეთებენ, Horizon-ის კინო ვერსიას აკეთებენ. მაშინ ანიმე ვერსია კარგი იქნება. ანიმეს მოყვარული არ ვარ და ანიმეს არც უყურებ, მაგრამ საინტერესო იქნება წესით. ანიმე ვერსიას ხო იმას აკეთებენ, ხა გეიმინგთან არ ფშოში არა, მაგრამ Lord of the Rings-ის. ხო, აკეთებენ, როგორც ვიცი, თუ უკვე არ გააკეთეს. Amazon-ი არ აკეთებდა? თუ Amazon-ის დაფინანსებით, რომელიღაც იაპონური სტუდია. ხო, Amazon-ის დაფინანსებით კეთდებოდა და კი არ ვიცი, вообще არ შემხედრია მაგის შესახებ რამე ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ დაიდო ეგ ინფო, ამიტომაც არა გასაკვირვაში ხვედრია. Ghost of Tsushima სამწუხაროდ არ მაქვს ჯერ დახურული, იმიტომ რომ ზედმეტად დიდი პლეილისტი მაქვს და ბექლოგი უფრო სწორედ ვერ მივახციე ჯერ მაგამდე, თუმცა ჩემმა ძმაკაცმა დახურა კომპიუტერზე რო გამოვიდა რამდენიმე თვის წინ და თქვა რომ შედევრი არისო, ამიტომაც ვინდობი თავიდან ბოლომდე. თან იმ კატეგორიის პლეიერი არის, რომ უფრო სიუჟეტს ხურავს და დალშენ იკიდებს რა. და როგორც თვითონ განაცხადა, პირველი თამაშია, რომელიც 100% მთელი საიდ კვესტებით, ხმლებით და მთელი ამბით ყველაფერი სიუჟეტის ჩათვლით ბოლომდე გაიარა და მაგას თუ მასე მოეწონა, გამოდის რომ მართლა ფანტასტიკური არის.
ხო და რას Ghost of Tsushima-ს ანიმეს ვნახავ უეჭველი და Horizon-ს რაც შეეხება, Horizon-ი რო არ მოგატყუ უკვე ყელში მაქვს ამოსული, ყველგან გამწარებული ტენის Sony Horizon-ს, ყველა ივენტზე, ყველა პროექტში აღარ მინდა Horizon-ის დანახვა. ჯერ კიდე არ მითამაშია Mac დისკი და ჯერ კიდე არ მითამაშია ისე წაიღო ტვინი. არა ბიჭო, ტვინი წაიღო, აღარ მინდა Horizon-ის გაგება. ყველგან ტენიან ბიჭო. აკურული არა, მაგრამ ნახევარამდე ნათამაშები მაქვს და პირველი ნაწილი არ არის. ხო, პირველი ნაწილი და ცუდი არისო, მაგრამ not my style რა ბოლოს. ზეზომ დახურა ბოლომდე, ვინც არის ვინა ჩემ მეგობარზე მაქვს საუბარი და ეგრე თქვა რომ ნორმო რა, პროსტა კაი თამაშიო Horizon-ზე, nothing special, just good game რა ეგრე თქვა. მაგამდეც მივახწევოდესმე და რავი, იმედი მაქვს ორივე ადაპტაცია წარმატებული გამოვა, იმიტომ რომ ჩემ შინაგან Sony Boy-ს ძალიან გაუხარდება. всё, ამით დავასრულეთ გეიმინგის თემა და მგონი დროა გადავინაცვლოთ ან სპორტზე, ან ნიუსებზე. რა სიტყვი რომელი გირჩევნია? მოდი ახლა შენ აირჩევით, რომ პირველი არჩევანი მე გავაკეთე. короче, მოდი ნიუსებს შევეხოთ და სპორტით დავამთავროთ. აი, მაშინ მოკლედ გავარკვიოთ ეგ საკითხი, იმიტომ რომ დიდად ჩახედული არც ერთი არ ვარც. ინტერვიუში რაზეც ეჭვი მაქვს რომ მაგაზე ვაპირებთ საუბარს. მისტერ დონალდ ტრამპი. დავიწყეთ ნიუსებზე საუბარი, განაცხადა, რომ ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მოქმედება იქნება გრინლანდიის შეძენა და პანამის არხის შეძენა არა. თუ არ ვცდები გადასახადების შემცირება. რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჰქონდა და კითხვა დაუსვეს, გამორიცხავთ თუ არა სამხედრო ძალის გამოყენებას გრინლანდიასა და პანამაში თუ არ წავლენ ამერიკასთან მოლაპარაკებებზეო და ტრამპმა განაცხადა, რომ არა, არ გამოურიცხავო. რას ფიქრობ, რა აქ ჩაფიქრებული? მისტერ ტრამპს. სასწავლებრივი ადამიანია და თან საარჩევნო რალიზე რაც იბაზრა, ვაფშე მაგის საწინააღმდეგო საკეთებს, რაც 25 წელი დაიწყო, 2025. ცოტა კონკრეტულად რას გულისხმობ? აი, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება. ნუ ჯერ ძალაუფლება არც მიუღია, 6 დღეში გახდება პრეზიდენტი. მაგრამ მაგაზე განცხადებებს იმდენად არც აკეთებს და სხვა რაღაცებზე გადაერთო. რა თქმა უნდა, ის სისულელი არის, ერთ დღეში დავამთავრებ ომსო რო განაცხადა. ანუ ჩოლებრივი პოპულიზმი რა. პირი და პოპულიზმი. და პანამის არხზე ბიჭო, კანადის თემა რო იყო, მე ილონ მასკის რო გამოეხმაურა კანადა 51 შტატი რო უნდა იყოს ამერიკის. ვეგა ჯასტინ ტრუდს რო ყოფილი პრემიერ-მინისტრი რო არის უკვე და ქალი ხარო თუ რაღაცა რო დაუწერა მე. აუ, ეგ გამომრჩა, ეგ მინახავს. აუ, რაღაც შემხვდა მიმებიც იყო მე მაგაზე და გადაობა საკითხი იყო, ნუ კაი ამერიკის ეხლა ამერიკა კანადასთან რაღაც ურთიერთობებს არ გააფუჭებს და არა შანსი არ არის. თუმეტეს ნატოშია ორივე. არ გამოუცხადებს, ეგ ყველამ კარგად ვიცით და ეგეც უბრალოდ ერთ ჩოლებრივი PR კამპანია არის. პანამის არხზეც არ ვიცი, დიდად ეგეც საეჭვო მგონია, მაგრამ გრენლანდია უფრო ეჭქვეშა ის რომ ყალბი იყოს ეგ ფაქტები და ინფორმაცია. მე კიდე საერთოდ პირით გქონეო გრენლანდია არის ყველაზე რეალური იქედან რაც ტრამპმა ახსენა. ხო და არა, მე მაგას ვამბობ. უფრო მეტად რეალური ეგ არის. თან გეოპოლიტიკურად და ყველა რანაირად უნდა შეხედო, დადებითი მხარეც აქვს და პრობლემური მხარეც აქვს, მაგრამ მან ხო რაღაც სამხედრო ბაზებიც აქვს ამერიკას, გრენლანდიაში, როგორც ვიცი, ცივი ომის გამოყოლებული. კი, აქვს ნამდვილად. მე უფრო მგონია, რომ ტრამპმა კი განაცხადა. By the way, ხალხო, იმას გეტყვით, რომ ჩვენში არც ერთი არ არის პოლიტიკური ექსპერტი და ანალიტიკოსი და არც განათლება არ აქვს ამ სფეროში, არც ერთს უბრალოდ ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ, არ ჩათვალოთ, რომ რასაც ჩვენ ვიძახით, ან სუფთა სიმართლე არის, ან პირიქით რაღაც მოტივის მქონე პროპაგანდა, ასე ვთქვათ, რადგან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ორი რენდომ ტიპი ვართ, რომელიც პროსტა ჩვენ აზრს გამოვთქვამთ. რას ვამბობდი? ტრამპმა ესე განაცხადა, რომ გრინლანდია ძალიან დიდ როლს ითამაშებსო ამერიკის უსაფრთხოებაშიო, იმიტომ რომ უკვე ტვინი მოტყნესო, ნუ რა თქმა უნდა ამ სიტყვებით არ ვთქვია, მაგრამ იგი გულისხმა რუსულმა და ჩინურმა გემებმა გრინლანდიის ტერიტორიაზე ცურვითო სამხედრო გემებზე როგორც ხდები საუბარი
და ძალიან მნიშვნელოვანია გრინლანდია შევიერთოთო. მაგრამ ჩემი აზრით რეალური მიზეზი მინერალები არის და ნავთობი, რომელიც გრინლანდიაშია. თავისთავად. რესურსების მიღება არის, მაგრამ ბოლოს შეიძლება მაინც პოპულიზმმა ჩაითვალოს ეგ და უბრალოდ შიდა პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება იყოს. მე მაინც ეგ მგონია, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული და რაღაც მკაფიო გადაწყვეტილებებს ამერიკა ვერ მიიღებს ტრამპის ინაგურაციის შემდეგაც და მაინც მგონია რომ ჩვეულებრივი პოპულიზმია და პიარი არის ეგეც რომ უბრალოდ შიგნით მხარდაჭერთა ეს რიცხვი უფრო გაამყაროს და გაზარდოს. ამერიკელმა რედნეკებმა რო თქვან რომ yeah Mr. Trump make America great again. ეგ პონტია რა. თან მაინც ეგეთი ინიციატივები და პერსპექტივები მაინც ანუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განიხილო რა ანუ ეხლა თან შესთავაზა დანიას კი დანია შესთავაზა დაჭდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიყიდითო. ხო ნუ აი სამხედრო იმაზეც ეგეც უბრალოდ პოპულიზმი არის და რა თქვა რომ არ გამორიცხაო ბიჭო მე არ ამგონია იმიტომ რომ ეხლა უყურე კი თან ბიჭო მანდიც რა პონდია კიდე რუსეთს როგორ გაუტრაკებს ამერიკა თვითონ რომ გამოიყენოს სამხედრო ძალა მას ანუ ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ პირველ რიგში იმიტომ ეხლა გულახდილები ვიყოთ გინდ რუსეთი და გინდ ამერიკა აფრიკულ ქვეყანას რო ბომბავდეს ყველა თვალს და ხუჭაო და ევროპაში რო აკეთებენ მაგ საქმებს მაგიტომ უყო ობიექტურები ვიყოთ ეხლა მხელა სკანდალი ხო და დანიას წინააღმდეგ რო სამხედრო ძალები გამოიყენოს მე გამოსირებული პუტინი გამოხდება და იტყვის რომ ამერიკისთვის თუ შეიძლება ჩვენთვისაც შეიძლებაო და მიდი და უპასუხე ჩემ ფეხებს უპასუხებ ამიტომაც ამიტომაც მგონია რომ ბლაფი არის ჩვეულებრივი და სავარაუდოდ მგონია რომ არის შანსები რომ პროსტა იყიდოს ამერიკამ გრინლანდია და მაგით მორჩს ეგამბები დაგეთანხმები მეც ეგონია მაგრამ შეიძლება ვაფშე ვერ შედგეს ეგ პროექტი შეიძლება რავი ჯერ არც მოსულა ტრამპი თან ეგ ისეთი მაგხელა ტერიტორიის შეძენა თან ევროპული ქვეყნისგან არც 1 წლის ამბავია და არც 2 წლის არტივი საკითხი არაა და ვის არა ომს ერთ დღეში დავამთავრებო ეგეც საკითხი არაა ეგ ხო ნუ ეგ სექსუალური სისულელე იყო ერთ დღეში დამთავრდება ეგ ომი როგორც კი ტრაქს დავდებ თეთრ სახში რო განაცხადა ერთ დღეში კი არა კიდე ერთ წელში თუ დამთავრდა კმაყოფილები უნდა ვიყოთ ყველა ну შედეგით ჯერ შედეგს გააჩნია ოღონდ რა თქმა უნდა ხო გრინლანდიის თემას შევეხეთ პანამაზე რა განაცხადა პანამას როგორც ვიცი ძალიან დიდ გადასახადებს ახდევინებს ამერიკას სატვირთო გემების გატარებაში პანამის არხში რა და ტრამპი გაიზახის რომ ეგ ტერიტორია ვაფშე ჩვენი იყო ოდესღაცო და ეგ არხიცო ჩვენი მოხდილი და ჩვენი აშენებულიაო რა და როდესაც დავტოვეთ პანამაო იმ პირობით დავთმეთ ეგ ტერიტორიები და ეგ არხი რომ პრეფერენციული დამოკიდებულება ექნებოდა პანამას ჩვენ მიმართ და უფრო ნაკლებ გადასახადებს გადავიხდიდით ვიდრე სხვა ქვეყნები და პანამა დღეს ამ პირობას არ ღვევსო და გვაქვს უფლება რომ პროსტა შევიდეთ შიგნით და დავიბრუნოთ რაც ჩვენი არისო და ეგეც ისეთი თემაა ცოტა თან ფიზიკურად განხორციელებადი არის მაგრამ რამდენად განახორციელებს ეგ უკვე სხვა თემაა საერთოდ მართლა არ ვიცი გრენლანდიაზე კიდე რაღაცის მქონე მაგრამ პანამაზე ვაფშე არ ვიცი არაფერი ну მაშინ აზრი არ აქვს მაშინ დიდად განხილვას პროსტა მაყურებლებო მსმენელებო უფრო სწორედ თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარებში მეც ბლაფი მგონია ეგ თუმცა რავი რა წამოულის ტრამპს კაცმა არ იცის ო რა პოპულიზმია ჩვეულებრივი რა короче მოვადრო და ვნახავთ ასე ვთქვათ შემდეგ 4 წელიწადში გაერკვა ყველაფერი სამ ტრამპის პერიოდი დასრულდება ნავშენდები თან და მეორე თემა გვაქვს ნიუსებში ცუკერბერგი გამოვიდა სიტყვით და განაცხადა რომ მეტას პლატფორმებზე ანუ Facebook, Instagram, WhatsApp-ი ბევრად უფრო ნაკლები ცენზურა იქნება 2025 წლიდან მოყოლებულიო აქამდე პრინციპში Facebook-ზე ყველაზე ნაკლები ცენზურა იყო იმასთან შედარებით გინდ Reddit-თან შედარებით და გინდ მასკამდე Twitter-თან შედარებით ხო და ეხა მაგალითად ადრე Facebook-ზე არ შეგეძლო LGBT თემის გაკრიტიკება არ შეგეძლო ну расიზმი ხლაც არ შეგეძლება მაგრამ ცოტა აი რასისტად რო ჩაგთვალოს ეგეთი თემებზეც მოგიკაკუნებდა ასე ვთქვათ ცუკერბერგი და პირადად დაგიბლოკავდა ან გრუპს ან აკაუნტს ვაქცინების თემა იყო ძალიან სენსიტიური და ეხლა განაცხადა ზოგადად დავაკვირდი რომ ცუკერბერგმა რაღაცა რედ ფილმი იყო ბოლო პერიოდში
რაღაც სპორტით დაკავდა, რაღაც self improvement-ის თემას მიაწვა, ეხლა gym bro-ებს და ეგეთ ტიპებთან იწერს ქულებს. ჩემი აზრით მასკის პოპულისტურ გზას დაადგა ეგეც, რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მაგისმა ბოლო მოქმედებებმა. და ეხლა ბოლო პერიოდში ფული შემოაკლდა. კი ბატონო, შემოაკლდა, უფრო მეტი მოუნდა ეგრე ვთქვათ. მაგას ფული არ შემოაკლდება არასდროს. ხო და ეხლა freedom of speech-ის თემაზე წამოყო თავი და დღეიდან შეგეძლება LGBT-ზე კრიტიკულად ისაუბრო Facebook-ზე ცენზურის გარეშე. თუ კონგრესი არის ადგილი, სადაც შეგიძლია ამ თემებზე ისაუბრო, მაგალითად კონსერვატორების და ლიბერალების თემა მოდის, მაგალითად აი კონსერვატორებს შეუძლიათ LGBT საკითხები აკრიტიკონ და ჩვენ ამასობაში სოციალურ მედიაში ხალხს უკრძალავთ იგივე ესკეთებას, მარაზმი არისო და წელს დაწყებული შეგეძლება ცენზურის გარეშე აკრიტიკო ეგ თემები რა. ეგ არის ცუკერას განცხადება და ასევე ცენზურის მაგივრად fact checker-ებს დავამატებთ, როგორც Twitter-ს აქვს, ანუ თუ ვიღაცა რაღაც მარაზმს წერს, ანტიმეცნიერულ, ასე ვთქვათ, არაობიექტურ ამას, შეგიძლია მკითხველმა, ვინც კითხულობს მაგ პოსტს, პროსტა მიაწერო, რომ ეს პოსტი შეიცავს არასწორ ინფორმაციას და წაშლის მაგივრად პროსტა აჩვენებენ მკითხველს, რომ არასწორი ინფორმაცია გაქვს დაწერილი. რა სიტყვი ამაზე? ანუ მიდის Facebook-თან და Twitter-ის გზაზე. კი, Twitter 2.0 გვეჭდება. ხო, იმ დღეს კიდე Zuckerberg-ს Joe Rogan-თან ქონდა პოდკასტი, გეცოდინება Joe ვინ არის? შენ წარმოვიდგინე არა. მსოფლიოში ყველაზე დიდი პოდკასტერია, most popular podcast in the world. მართლა? კი, მილიონობით მსმენელით და ტრამპის კამპანიის ნაწილიც კი იყო მაგასთან პოდკასტზე მისვლა, იმდენად პოპულარულია. ხო და მანდ იყო მისვლა განაცხადა, რომ ზოგადად ეს ტრამპის ადმინისტრაციას როგორც მიუხვდი სიტყვას არ ვთქვია, ხარს უჭერს, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ძალიან ბევრი კონფლიქტები ჰქონდა სიტყვის თავისუფლების საკითხზეო. ხშირად გვირეკავდნენ თეთრი სახლიდანო და მოითხოვდნენო, რომ კონკრეტული ინფორმაციის შემცველი პოსტები წაგვეშალაო, თუნდაც ვაქცინების თემაზეო. პოსტი იყო მაგალითად, რომ ვაქცინები 100%-იან გარანტიას არ იძლევა თუ რაღაც გავსი თქვა, რომ გინ კოვიდისგან, გინ სხვა ვირუსებისგან დაცული იქნებიო რა. ნუ ფაქტი არის ხა, ნუ ანტივაქსერი არა ვარ, მაგრამ 100% დაცვას არ გაძლევს, ყველა მოიცით ეგ. ხო და დაგვირეკესო და მოითხოვესო, რომ წაშალით ეგ ინფორმაცია და ასე შემდეგო და მაგის გამო ძალიან მოგვიტყნეს ტვინი ეს 4 წელიაც ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ძალაშიო. და ეხა მეტი სუნთქვის შესაძლებლობა მოგვეცავდა ეს free speech-ისკენ ცვლილებებიც მაგით გამოწვეული არის, რომ ახალი ადმინისტრაცია მოდის ამერიკის მთავრობაში. ბოლოს ტრამპზე დაიყვანება ესე ყველაფერი. ხო, ეგრე გამოდის. Ну, короче, კორპორაციებს პრინციპები რო არ აქვთ, ყველა მოიცით, კორპორაციის ერთი პრინციპი აქვს, იშოვოს არ შეიძლება მეტი ფული. ვინც არის მარ ბატონი, იმის ქუცაც დაიხურავენ. არ გუკვირს აბსოლუტურად არავის ალბათ ეგ თემა. საქართველოდან დაწყებული მთელი მსოფლიოში დამთავრებული ყველა ტრამპს ველოდებით. რას ვიზავთ ეგრე არის. მგონი მაინც და მაინც დიდი ნიუსები ამ ბოლო ერთ კვირაში აღარ მომხდარა და შეგვიძლია ბოლო თემაზე გადავიდეთ სპორტი. რა სიტყვი? რეალიც ტრამპს ველოდება ხანდელი მარცხის მერე. ხო და ესეთი ტრანზიშენი გამოგვივიდა ბოლო კატეგორიაზე ჩვენი პოდკასტის სპორტი. დავიწყოთ რეალი ბარსათი. ორი მადრიდისტა ზის და საუბრობს გუშინდელ მატჩზე. სრული მარაზმი იყო. თან იმითაც ხო უნდა გაიправო ეხა მადრიდისტამ თავი რა. კაი რა თასის ფინალი აქვს კიდე. სუპერ თასი ვისანაღლებს, კაი რა. ლიგაშიც რო ცუდა დავართ შემნად ლიგაზე აუ ბიჭო ლიგაზე. ოხ, იმენა აი ახალი ფორმატი ჩვენი აქილევსის ქუსლი გახდა ამ სეზონში. კი. მაგრამ ცუდად ვარ. უეჭველი დამატებითი მაჩების თამაში მოგვიწევს. აი უეჭველი მოგვიწევს დამატებითი მაჩების ჩატარება. ოჩაღ ბარსელონას იმიტომ რომ ლამასია მართლა მაგრად მოქმედებს და ლამასია ისევ და ისევ აღორძინა და საერთოდ ამწყინეს და მიხარია კიდევაც რომ ბარსა ნეუნება. არა დაგეთახმები კი იმიტომ რომ არ გვინდა ესპანეთის ჩემპიონატი საფრანგეთის ჩემპიონატად იქცეს. ხო არა წლევანდელი სეზონი კი ჩავარდა ბარსა ბოლო რითვია ოქტომბერში რომ თავი გაიჩემპიონეს და ყველა რომ ბარსის ჩემპიონობაზე ლაპარაკობდა მაგრამ მე ვფიქრობ ჩემპიონობის ბრძოლაში ისევ არის ჩართული და დიდადაც არ უსწრებს რეალი და ატლეტიკო და რეალი უბრალოდ იმიტომ ატლეტიკო პირველ ადგილზე.
კი. მაგრამ მე მაინც გონია რომ ან მადრიდული გუნდებიდან მოიგებს რომელიმე. ბარსამ არ მგონია მოიგოს წელს ლა ლიგა. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებთ. ნუ იმედო რომც მოიგოს დიდად გული არ დამწყდება. არც მე. ბოლო წლებია ის დამოკიდებულება მაქვს რომ მკიდია ლიგას, მკიდია ლა ლიგაც, ლიჟბი ბარსას მოუგოთ და მაგაში ვიჯვავთ მარტო. ეგ ნარატივი ძალიან ცუდად მივდის მე და საბას. კი, ძალიან. ბარსელონა მარტო იმისთვის იღებს ტურნირებში მონაწილეობას, რომ რეალი იხმაროს. ერთადერთი მიზანი ეგ უყენიათ. შევეც ჩემპიონთა ლიგას, ლა ლიგას თავარია რეალს გადაუვაროთ, მაგისთვის იღებენ ტურნირებში მონაწილეობას. გუშინ ეგ თამაში არ მინახავს, სახლში მოვედი გვიან და მე დამავიწყდა და კიდე კაი დამავიწყდა, თორე გავჭედავდი, მენა აგიფეთქებდი ტელეფონს გინებით. ტელევიზორი არ ჩამირთავს, Facebook-ზე შემხვდა სტეტანას ვიდეო, მბაპემ რო გაიტანა და მეთქი აუ რა მაგარი გოლი შეაგდო და ეს თამაში უეჭველი მოგებულია და ანუ ამ დროს ცოტა რო ჩამოსკროლე, თურმე ეგ გოლი იყო პროსტა დაჩვენებით, თორე უკვე 3 დერს ვაგებით. მე იამალი ხო ვითომ ჩაქრა რაღაც ერთი თვე ტრავმა და რაღაც საკითხები რო იყო და ვითომ რაღაც ეგეც მეორე ფატიაო და რაღაცა, მაგრამ არა, იამალი არის მონსტრი. მადრიდის დავამბობ ამას, მადრიდის დავამბობ ამას. ხო, ჩემი თქმა მაგას არ გაკირდება უკვე, იმიტომ რომ იამალი რო ძალიან მაგარი ფეხბურთელია უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ გუშინ იამალმა ძალიან მაგრად ითამაშა და აფინია ვაფშე რა ებიაკეთა. რაფინიას აქვს ალბათ კარიერაში საუკეთესო სეზონი წელს. ბიჭო, მაინც ტრეშია, მაგრამ კი, დაგეთანხმები. კი. წინა სეზონებში ნაცუდი იყო, რომ წელს მართლა წინოს და არ ვიცი ჩვენებს რა, როდრიგო ჟარიმა იყო ძალიან მაგარი, თან გუშინ დავითაშულმოცხა შეაგდო ჟარიმა. კი. PSG-სთან. ის ქართველების მაგარი ბენეფისი, ანუ ჯერ მიქაუტაზემ შეუგდო დონარუმი. ხო, აი საბერძნეთთან მოგებიდან მოყოლებული ჩვენებმა ფრთები გაშალეს. რაფინიაზე, კი, რაფინიას ბესტ სეზონი აქვს ნამდვილად რაც ქონია კარიერაში. გონი ფაქტია. არა, მაგარი სეზონი აქვს მართლა, შედარებითია ყველაფერი წინა სეზონთან შედარებით კარგად თამაშობს და გუშინ ავრიცან, გუშინ რეალმა მაგრად ჩაისვარა. იცი როგორ იყო ჩვენი დაცვა და ბარსა შეტევა, ის ანალოგია ხო იცი გახურებულ დანაზე და კარაქზე. ჩვენი დაცვა იყო წყალი. წყალი, კარაქიც კი არა, წყალი. ხო და არ ვიცი, მე ვფიქრობ აი ანჩელოტი მიყვარს, ანჩელოტზე გიждები, მაგრამ მე ვფიქრობ ნელ-ნელა უნდა იფიქროს თავისი კოსტუმის პიჯაკის ალონსოსთვის გადაცემაზე, კი, სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმო, თორე ეს არ ვიცი, გუშინდელი ფინალი იყო. არ არის, აი ფეხბურთის ხარეს, ანუ გუნდში რა ფეხბურთელებიც არიან. ახლა გალაქტიკოს არ შევადარებ, მაგრამ ამ 2025-ისთვის გალაქტიკო არის გუნდი, იმიტომ რომ ისეთი ფეხბურთელები არიან და ისეთი სტარები არიან. კიდე საკითხავია. ყავს ყველა რეალურად ძვირად ამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ეგრებული ფეხბურთელები არიან და ტოპ 5-ში შედიან და სასწაულს. ბიჭო, ეგეც კიდე საკითხავია, როდის უფრო ძლიერს შემადგენლობა გვყავდა დღეს თუ 2017-ში. ბეილი, რონალდუ, რამოსი, პეპე, პრაიმ ნავასი, პრაიმ კროსი, პრაიმ მოდრიჩი, დღეს არ აქვს ჩემი ეს ეგეთი ძლიერი როგორც 2017 წელს გვყავდა. მე მაინც გონია რომ გუნდი ინდივიდუალურად კარგად თამაშობს, მაგრამ კროსის ერთგვარად ფიგურამ ძალიან ჩამოშალა ეს გუნდი, ანუ აი კი კროსი გვაკლია კატასტროფულად თანაც. კროსის გარეშე ფაქტია მოდრიჩი დაბერდა, გუშინ იმდენად როც არ მიეცა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია კროსის გარეშე გუნდი ჩამოიშალა და ჩაოლებრივი ამბავი არა, ეგეთი რაღაცები ხდება. ეხლა, როდესაც საყრდენი ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ფეხბურთელი მიდის გუნდიდან, იმ გუნდში რაღაც ცვლილებები უნდა დაიწყოს და ეგ ცვლილებები ვერ მოხდება 2-3 თვეში და ვერც 4 თვეში. ანუ რეალურად ეგ აწერილია 1 წელიწადზე და დიდი ალბათობით ეს წელი ცუდ წლად ჩაიწერება რეალის ისტორიაში, ერთ-ერთ ცუდ წლად. იმედია არა და იმედია ლა ლიგას. მაინც დავდებთ, კი. იმედია ლა ლიგას მაინც დავდებთ. არც მე. ლივერპულის სასწაულებს აკეთებს ეგ გუნდი და დიდი იმედი მაქვს რომ როგორც პრემიერ ლიგაში და როგორც ლიგაში ტრიპლი უნდა წამოიღოს ლივერპულმა. ხო. მოკლედ და კონკრეტულად. კი ბატონო.
კაროჩი მგონი აღარ გვაქვს არაფერი სათქმელი რეალი ბარსაზე, იმის გარდა რომ ბაპეს თამაშს კმაყოფილი ვარ. ბაპეს თამაშს კმაყოფილი ვარ, კი ფაქტია ის 15-16 წუთი იყო მაგის გაბწყინება, მაგრამ მე ჰაილაითები იყო ბაპესი გაკეთებული და რაც აკეთა, ეგეც სასწაული იყო. ნუ ეგეც შედარებითია და ერთის მხარეს რომ ბაპეს ნელ-ნელა თავის ფორმაში შედის და თავის როგორც სახელს ნელ-ნელა ამართლებს და. კი ბატონო. წერენ ქართველებსაც შევეხეთ ზურიკოს და მიქაუტაძეზე ვთქვი ჯარიმები, მიქაუტაძეზე მანამდე ახალ წლამდე იყო გოლი რო გაუტანა და დავითაშვილმა გუშინ სასწაული ჯარიმა შეაგდო პარისთან. პარიზის თემაზე მივხვდი სადაც მიქავს და გაცდი. ხო, დავითაშვილმა ძალიან მაგარი გოლი შეუგდო და უახლოვდებით ნელ-ნელა ერთ-ერთ რაღაც მეგა ტრანსფერს. ყველაზე დიდ ტრანსფერს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. კი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, არ ვიცი, ეგეთი ტრანსფერი. იმედია რომ შედგება, დიდი იმედი მაქვს. დიდად PSG-ს მოყვარული და ფანი და გულშემატკივარი არ ვარ, განსაკუთრებით მესი, ნეიმარი, მბაპეს ტრიოს შემდეგ, იმიტომ რომ მაგ სამმა ფიგურამ ეგ გუნდი უფრო მეტად ჩამოშალა, იმიტომ რომ PSG მანამდე უფრო სიმპათიური იყო. თუნდაც იბრაჰიმოვიჩის პერიოდში. იბრაჰიმოვიჩის პერიოდში არ ვიცი რაღაც სიმპათიები გქონდა მაგ გუნდისადმი და ახლა უფრო მეტად სიმპათიები გაგვიჩნდა სტარებისადმი და მაგ სტარემა რო ვერ გაამართლეს, ცოტა პოლიტიკა შეცვალა PSG-მ, შეიძლება ეგ პოლიტიკა ახლა ვერ ამართლებს, მაგრამ ხო, რეალურად პრაიმ PSG იყო იბრა კავანი ნეიმარის პერიოდი, მარტო ნეიმარის სანამ იყო. ეგეც დაგეთანხმები. ლიგა ვერ მოიგეს, მაგრამ ლიგის მოგება ფინალში იყო. ლიგის მოგება ერთია. ლიგა შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ ფაქტია PSG ყოველთვის იყო უხერხული მეტოქე ყველა გუნდისთვის და დღესაც უხერხული მეტოქეა, ანუ ისეთი გუნდი არაა, რომ აი PSG-ს ხვდებით და გავივლით. კი ბატონო. შეიცვალა ჩემპიონატის ფორმატი და ცოტა სხვანაირად ხდება ყველაფერი და მოხდება და ამას ნახავთ. თუ გავიდნენ ვაფშე პლეი-ოფში ისე თამაშობენ. ხო, PSG მაინც უხერხული მეტოქე არის და პატარა გუნდებისთვის რთულად გადასალახი მეტოქეა და ყვარეს გადასვლა PSG-ში დაიწერა რაღაცები, დიდად ვერ გაიგო. ფაბრიციომაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები სერიოზულ ეტაპზეა უკვე. ჯერა რომ გადავა და დიდად იქა კონკურენციაში ვერ ჩაეფლობა იმდენად, იმიტომ რომ მე თუ მკითხავ სასტარტოში მოხდება პირდაპირ ჩემი აზრით. კი, ანუ ბარკოლას დედავატირე ვინ არის? კი. ბარკოლა. რაშია გაერჩოს როცა ყვარა არსებობს. მე თუ მკითხავ ყვარა მაგრად დაგქვქავს და ყვარა წესით კარგად ათამაშდება და ნაპოლი არის უბრალოდ მაგარი ტრეში გუნდი. მოდი შევტომდეთ, იმიტომ რომ დელაურენტესი უფრო, დელაურენტესი. იმენო კოლონია. ფაქტია მაგის მართლობის ქვეშაა და მივაყოლოთ კონტექსტს. კი ბატონო. გამოჩნდება ისეთი ადამიანი შენს გუნდში, რომელსაც მეორე მარადონას ეძახიან ასე მალე. და ასეთი შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც შენ გუნდში და ასევე მთელ საფეხბურთო სამყაროში. მარტო შთაბეჭდილება არა, მაგარი კვალის დატოვა. ეხლა ბოლო ვაგებინა სერია A და რა ვიყავ. ხო, მაგას და ოსიმენს ნაპოლის პრაიმ იერ ქონდა პროსტა მაგის და ოსიმენის დუეტით. დიდი პატივისცემა ყვარას და ძალიან მიყვარს ყვარა როგორც ფეხბურთელი. მე ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ ყვარას შენც ცი, მაგრამ ბალეშიკოფ მაგის ტრანსფერს და იმედოვნებ რომ მოიხოდება მაგის კარიერა. ეგეთ განსაკუთრებით კრიტიკა არის. ხო, ანუ არც ჰეითერი არა ვარ, არაფერი ობიექტურად ვაკრიტიკებ, როცა იმსახურებს ხოლმე. და როცა იმსახურებს ქებას აბსოლუტურად ყოველთვის ვაკებ. კი, დიდი მოყვარული და გულშემატკივარი ვარ ყვარას და დიდი იმედი მაქვს რომ PSG-ში გადავა. პირადად მე ყველაზე მეტად ზიუზიუაძეს წარმატება მიხარია ხოლმე ჩვენ ნაკრებში. ჩვენ ნაკრებში კი და ზოგადად თავის კლუბშიც ახლა გერმანიის მეორე ლიგაში, პირველ ლიგაში გადავიდა, როგორც ვიცი. ბუნდესლიგაში გადავიდა, ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, გუნდმა მოიგო. არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ ასისტი გააკეთა პირველივე მატჩში თუ არ ვცდები. ასისტად ეგ არ ითვლება. არ ჩაუთვალეს? მე მგონი არ ჩაუთვალეს, იმიტომ რომ უყურე კადრს, მე კარი მოიგერია მაგის არტყმული და მე დამატებიცე გაიტანა ფეხბურთელმა და ეგ ასისტად არ ითვლება. აჰა, ნუ ოკეი, რაც თავარია კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მე წარმატებას უსურვებ. ზიუზიუაძეს კარგი ფორმაში, ზოგადად ჩვენი ფეხბურთელები და ჩვენი ბიჭები მაგარ ფორმაში არიან.
როცა ალბანეთთან არ თამაშობენ. ასე რომ სომხებს რო და სომხეთს რო მარტივად გავილით ეგ უკვე ახალი ამბავი არ არის და ვემზადებით სოფლიოს შესარჩევისთვის. დიდი მედებს ვამყარებთ მაგაზე ძალიან. ხო და კვარასაც შეეხება წარმატება პარიზში, მინდა ძალიან რომ იყო ჩაღოს და უბალეში ყოფთ. დაიწერა ოსიმენის გადასვლაზე სპეშალში და თუ შედგა ეგ დუო, მან მე ვფიქრობ PSG მოიხოდება ძალიან. აი ეგ დუო გადაფარავს მე როგორც ვიცი, ოღონდ სტატისტიკით და შედეგებით. მე როგორც ვიცი, ფინანსური fair play-ის პრობლემები აქვს პარიზს, ამიტომაც ორივეს ერთად რამდენად იყიდიან ვერ გეტყვი. ხო, მე ან ოსიმენის თემა უფრო ჭორისო. ხო. ჭორის. და ნაპოლის რაც შეეხება, მიდი დაასრულე კვარაზე და გეტყვი. არა, კვარას ტრანსფერი მე და გაოფიციალურდება თქვენ უნდა მეთქვა. ხო, კი. და ნაპოლის რაც შეეხება, განიხილავენ კვარას ჩავნაცვლებლად ზიეჩს, კიესას და გარნაჩოს. რა სიტყვი ამაზე? Просто ზიეჩი და კიესა ვაფშე სხვა ფლანგის ფეხბურთელები არიან. გარნაჩოა ყველაზე კაი ვარიანტი. Fake არგენტინელი, ხო? Fake არგენტინელი კი ბატონო. გავარიც მე ნაპოლი, მაგრამ კიდია უკვე მაგუნდმა ძალიან გამომწარა. და დიდი მედი მაქვს მე გუნდი ვერ მოიგებს. ხო, დიდი მედი მაქვს მე გუნდი ვერ მოიგებს სერიას. დიდი მედი მაქვს რომ 4-ელშიც ვერ შევა და დიდი მედი მაქვს რომ კვარას გადასვლის და დაკარგვის შემდეგ ეგ გუნდი საერთოდ ევრო ტურნირიდან ჩემპიონს ლიგას დამშვიდობება, იმიტომ რომ დიდად არც მანამდე არ მიზიდავდა ეგ გუნდი და კვარამ შეგვაყვარა ყველას ნაპოლი რეალურად. საქართველოში ქართველებში არ ვიცი, ალბათ ძალიან ცოტა ის ხალხი, ვინც ნაპოლის მანამდე გულშემატკივრობდა, ის ალბათ მარადონას გამო. კი. ხო, მარადონას გამო, მარადონას კულტის გამო. იტალიაშიც რეალურად მარადონას გამო ბალეშიკობენ ნაპოლის. ამ წუთას თორნიკემ ნეაპოლში შესვლის უფლება დაკარგა. არა, ნეაპოლი არ მოგვი. იტალიაში არ მიყვარს ორი გუნდი, ლაციო და ნაპოლი. ლაციოში გეთანხმები კი. ხშირად ხუმრობ ფაშიზმზე და ნაციზმზე და ვიღაცა ვინც არ მიცნობს რეალურად ჩამთulis, მაგრამ არანაირად არ უჭერ მაგ თემებს ხარს და შესაბამისად არც ლაციოს გულშემატკივრები არ მიზიდავენ დიდად. ნაგავი გუნდია, მოკლედ რა ვთქვათ. ეგ და ატლეტიკოს ვერ ვიტან. ვარკა. Anyway, საფრანგეთის თემაზე ვართ და ბარემ ვახსენოთ ის, რომ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე დეშამი აპირებს საფრანგეთის ნაკრების დატოვებას და თავარ კანდიდატად განიხილებიან ზიზუ და ტიერი ანრი. What do you think? მე ვფიქრობ ზიზუ ნელ-ნელა მოუწევს უკვე უცების ჩამოხსნა თავიდან და განხურება, იმიტომ რომ დიდი მოყვარული ვარ ზიზუსი და იმედია იქ შეთანხმება გაამართლებს და თან ამდენი ხანია 19-დან აღარა ხო უკვე მწვრთნელი თუ 21-დან 21-დან 21-ში და რეალი რო დიზაინო ჯერ 18-ში დატოვა, მე 20-ში დაბრუნდა და 21-ში წავიდა. ხო, დაბრუნდა და 21-ში წავიდა, ხო, ეგ სულ მოვის და რეალში ისე გაიბრწყინა ზიზუნ და ისეთი 3 წელი მოგვანიჭა. ვატყობ საფრანგეთის გულშემატკივრების ფან-კლუბში ჩავეწერები. აუცილებლად თუ ზიზუ გახდება მწვრთნელი, აუცილებლად გავხდები. მბაპეს გამოც უბალეშიკებ და ანუ ზიზუ სადმოა მბაპე ზიზუსთან, ზიზუ თავისთავად. იმედია გაამართლებს ეგ შეთანხმება. კი. ნუ მეტი განსახილველი არ არის ზიზუზე არაფერი, იმიტომ ჯერ მარტო ის არის ჭორები ზიზუ და ანრი, ამიტომაც რის თქმა შეგვიძლია მხოლოდ ის არის, რომ რეალურად მოვა ზიზუ. Alright, ორი საკითხი დაგვრჩა მხოლოდ და დავამთავრებთ ჩვენ პირველ ეპიზოდს. ფიგუმ გარეკა ბოლო დროს Twitter-ზე. Twitter-ი არა, X-ი. X ჩვენ ბოდიში X-ზე. X-ის მომხმარებელი იმდენად არ ვარ, იმდენად კი არა საერთოდ არ ვარ, მე მგონი იქ. მეც რაღაც ნიუსების სანახავად შევდივარ კვირაში 15-20 წუთის უეგ არის ჩემი Twitter-თან ურთიერთობა, ასე ვთქვათ. Короче, რაღაცა არ მინდა ხა მოვიტყუო, კომენტარებში შეგიძლიათ შემასწოროთ. იმის ფრანკოს არ ვიცი დაბადების თუ გარდაცვალების წლისთავი იყო ერთ-ერთის მაქედან.
და რაღაცა event-ი ქონდათ აღნიშნის პონჩში და ფიგუმ დაწერა სოციალურ ქსელებში, Twitter-ზე თუ X-ზე, რომ ჯობდა ეგ ფული რაც მაგ event-ში დახარჯეთ, ვალენსიაში დაზარალებულებისთვის გადაგერიცხათო. რაშიც ვეთანხმები თავიდან ბოლომდე იმაზე ანუ მაგაზე ეგ თვითონ ეგ თვითი არ მიგულისხმია გარეკათქო რომ ვთქვი სწორია ვეთანხმები თავიდან ბოლომდე ვიღაცამ კომენტარებში დაუწყეს რაღაც სულელეების წერა რაღაცა შენ სხვის გადასახადები რა შეხარჯება მაგას ყურადღებას ნუ აქცევო წადი შენი გადასახადები გადაიხადეო იმიტომ რომ გადასახადების დამალვასთან ქონდა რაღაცა პრობლემები რამდენიმე წლის წინ და ტიპს ვიღაცა random no name ტიპს მიაფრინდა კომენტარებში და დაუწყო წერა რომ ქშურსო რაღაცაო მე მდიდარი ვარო შენ ვინ ჩემი ფეხები ხარო მე ბოლო ერთ წელიწადში უფრო მეტი ფული გადავიხადე გადასახადებში ვიდრე შენ მთელი ცხოვრების განმავლობაშიო და რაღაცა ძალიან მარაზმი მქონდა ხო იმენა გაუჭედა ტიპს ვიღაც random no names რამ წამოუარა არ ვიცი რეალის ფანი ვარ ფიგუ ერთ-ერთი ჩემი საზოგადოებრივი ფეხბურთელია მაინც ბარსა და რო წავიდა მაგის გამო მაგაზე დოკუმენტურიც აქვს Netflix გადაღებული ბარსა რეალის თემასთან დაკავშირებით აი რაცა უნდა გამართლებით საბუთები დამიდოთ წინ და არგუმენტები მაინც ღორის თავარიჭებთ არანაირი მოყვარული და პატივისცემა არ მაქვს ფიგუსადმი როგორც ადამიანისადმი და დიდად ფეხბურთისადმი მეტნაკლებად მე არ დავიწყებ ფიგუს დაცვას და გეტყვი რატო ეხლა რომ სიტყვაზე რონალდუ რო ამდგარიყო და ბარსაში გადასულიყო იგივე რეაქცია გვექნებოდა ჩვენ მაგის მიმართ რაც ბარსას ფანებს ფიგუს მიმართ ამიტომაც არ დავიწყებ გაправებას და დაცვას ხო ანუ ზუსტად მაგიტო მეტი კომენტარში გაკეთება მაგას არ რაღაც დროს ფიგუა და რაღაც დროს მაგის ბარსა რეალი არის. ხო და კიდე რაღაც დაწერა ერთი წუთი გავიხსენო. ხო ნუ კაროჩე ზუსტად დეტალები აღარ მახსოვს და ეგ ისეთი ნიუსი არ არის ხო ინტერნეტი გადავქეკო საპოვნელად, მაგრამ კიდე რამდენიმე მაგ სტილის კომენტარი დაწერა, ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო და ძალიან გამიკვირდა. მეთქი ფიგუ bro chill out you are a celebrity და ვიღაც random no name tips იმენა რამის დედის ტრაქს აფარებ და წყნარდი არ ღირს. ხო და ბოლო თემა დღევანდელი ეპიზოდის ილონ მასკით დავიწყეთ ეპიზოდი და ილონ მასკითვე დავამთავრებთ ჭორები გაჩნდა რომ მასკს აქვს ლივერპულის შეძენის სურვილი ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არის მაგრამ იწერება უკვე ამ თემაზე რაღაცეები არა ლივერპული ხო მაინც იყიდება 2-3 წლის წინ ის იყო რა გამოიტანეს ბაზარზე თუ რაღაცა მფლობელები ხო განაცხადეს რომ ძალიან ძვირად გაყიდიან ამიტომაც ის არ ვიცი მიმები იყო თუ რაღაცა, მაგრამ ბებია ლივერპულელი არის რომ ხო, რაღაცა იყო ეგეთი კიდე რაღაც დღემდე ნათესავები ყავს მასკს ლივერპულშიო, ძალიან ევასება ეგ ქალაქიო და კაკრას ფეხბურთის მარკეტზე შესვლაც უნდაო და ლივერპულს განიხილავს როგორც საკმაოდ მიმზიდველ ვარიანტადო. და შეიძლება ძალიან აქტიურობდა ამ ბოლო დროს ეს რაღაც ფულიანი ტიპები ძალიან გაპოპულარულდნენ და ძალიან მოიხოდნენ ეგეთ საკითხებს, თუნდაც ცუკერბერგად თუნდაც ეგ და ხო ვატყობ ძალიან თავენთ სახელის ოქროს სასვებით ჩაწერას ცდილობენ ისტორიაში თუ რას არ ან ფულის გათითრების იცი ვეღარ წღებიან ან რა მობეზერდა მასკი რო ფულს შეიტანს გუნდში თუ იყიდის რავი არაბ შეიხების თუ საწკი გაუჭირდებათ მაგის ფულს გაეჭიმნენ და გაეწივნენ ამიტომაც შეიძლება ლივერპული სიტის და პარიზის კატეგორიის გუნდებს შეემატოს ფულიანი მილიარდელების გასართობი. საინტერესო იქნება. მასკისადმი ეგეთი დამოკიდებულება არ გვექნება მაინც როგორც შეიხებისადმი გვაქვს. არც მასკი მყავს ანგელოზი, მაგრამ ხო შეიხებს მირჩევნია რეალურად. ხო, ის თავად. მამარდაშვილზე რას ფიქრობ? გახდება პირველი მეკარე შენი არის ლივერპულში. დიდი იმედი მაქვს რომ გახდება და მამარდას თემა ცოტა ვის შორეულში ძალიან იჩქარეს, აი ძალიან იჩქარეს. ალისონი არ უნდა, ალისონს არ უნდა ჯერ წასულა და არც ბუცების ჩამოკიდოს არ აპირებს შენ. მამარდას მიუბრუნდები და ის დავიცალია დღეს ნიუკასლში რო გაფორმდა და ინტერვიუს ნახე, ძალიან გამიხარდა ეგ. დინამოს აკადემიის ფეხბურთელი რო იყო ეგა? ხო, წავიკითხე. ძალიან მაგარი ამბავია ეგ. პრემიერ ლიგაში კი ძლივს ქართველი კინგლაძის მერე როგორც იქნა პრემიერ ლიგაში ვატფორდშიც ხო ყავს ჩაკვეტაძე ხო ვატფორდში ყავს ხო მაგრამ ეგ პრემიერ ლიგ არის ჩემპიონშიპია ეგ
ჩემპიონშიპი არის და დიდი იმედი მაქვს რომ პავლენ წელს იმედია. ნახავთ. სამი ქართველი გვეყოლება თუ ავა ვატფორდის ზევით. ხო და არ ვიცი, მამარდას ამბავი ცოტა მეშინია, ალისონს აშ ფაქტია რომ არ უნდა ჯერ წასვლა და რა ვნახოთ რა მოხდება მანდ. არ ვიცი ზუსტად. მე მამარდას შეჭვები არ მეპარება და არც არა, მამარდას სკილებში არანაირად არ მეპარება ეჭვი. მამარდას სკილებში არანაირად არ გვეპარება ეჭვი და თან ახალგაზრდა რადგანაც მე ვფიქრობ ის ერთი წელი ადაპტაციისთვის უფრო საჭირო იქნება. თან მეკარისთვის ახლა მამარდას ასაკი არც თუ ისე დიდი არის. ძალიან ახალგაზრდა არის, განაახალგაზრდა მეკარისთვის. ახალგაზრდა არის ალბათ მეკარისთვის და ის ერთი წელი რეალურად რომ ჩავარდნა დაუძეხოთ, მაგრამ ეგ ჩავარდნა არ იქნება, ადაპტაცია იქნება პრემიერ ლიგის, იმიტომ რომ ახლა ვალენსიაში მეკარეობა სრულად აი ვაფშე სულ სხვა სამყარო, როცა ლივერპულის მეკარე ხარ. კი. თუნდაც როტაციის და სკამზე მჯდომი მეკარე იყო, არანაირი პრობლემა არ მექნება ის ერთი წელი რომ მამარდას ხოლმე დიდი დრო არ მიეცეს, იმიტომ რომ თავარი ადაპტაცია. შეიძლება მაგით უფრო გაიზარდოს და უფრო განვითარდეს, ვიდრე პირველივე თამაში რომ სიტის წინააღმდეგ კარებში იდგეს და კი ბატონო, გეთანხმები მთლიანად. ძალიან დიდი სტრესია, როდესაც ეგეთი ახალგაზრდა მეკარე, მაინც ახლა ვთქვათ რომ მამარდა გამოუცდელია, ძალიან მაგარი მეკარე არის, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ძალიან მაგარი მოთამაშეა და რაღაც საქართველოს ისტორიაში ეგეთი მაგარი მეკარე კი არა, ერთ-ერთი უმაგრესი ფეხბურთელია. კი. მაგრამ მაინც რთულია, როდესაც ეგრე მარტივად ადაპტირდება. თუნდაც ევროპის ჩემპიონატის მერე ჩაეწერა, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. ძალიან ჩვეულებრივად ძალიან მარტივადაა. კი. და მამარდას ტრანსფერს გისმენ? მამარდას ტრანსფერს ლივერპულში ცოტა სკეპტიკურად უყურებ ალისონის გამო. ჩემი აზრით მიუნხენის ბაიერნი უკეთესი ვარიანტი იყო, იმიტომ რომ ნოიერი დღეს არა და ხვალე დაამთავრებს კარიერას და ალისონი ამდენი ხანი გაატრაკებს კიდე გაცმა არ იცის. არ ვიცი, ეგ დროის ამბავი არა, როგორ იქნება მაგას ნახავთ. მე ვფიქრობ ლივერპულში მამარდას ეს ერთი წელი უბრალოდ ადაპტაციისთვის დაშირდება და მე არ ვიცი, ისევ ისეთი მგელი და 100 მაგად უფრო მაგარი უნდა იყოს. ვიმედოვნოთ და უბალეშკოთ ბოლომდე, როგორც თქვი მაგის სკილში არ მეპარება ეჭვი, მთავარი ადაპტაციას როგორ გაივლის. და უახლოვდება ჩვენი პირველი ეპიზოდი ამით დასასრულს. გამიზიარე შენი შთაბეჭდილება პირველი ეპიზოდიდან ბატონო თორნიკე და ნელ-ნელა დავიშალოთ. არ იყო ცუდი, რაღაც საქმეებს მოვწყდი. საქმეები მაქვს, ბევრი მაქვს რაღაც გასაკეთებელი, როგორც პრეზენტაციები და ასე და ასე. მაგრამ საინტერესო იყო ეს არ ვიცი რამდენი გამოვა, მაგრამ ჩვენთვის 1.5-2 საათი არის. საათი და 31 წუთია ვწერთ, მაგრამ ედიტის მერე 1-15-20 წუთი მაინც მოაკლდება. და ცუდი არის. შვენიერი იყო. რაღაცა, მაგრამ წესით და რეგით დიდი ალბათობით კარგი გამოვიდა და ნელ-ნელა შევეჩვევით რა ვიდეოში უფრო ლაღად და ბუნებრივად საუბარს. კი ბატონო, ახალი ფორმატია ორივესთვის. პირველი ექსპერიენსი გვაქვს ამ საკითხში. ზოგადად პირველი ექსპერიენსი მაქვს YouTube-ში. მე ერთადერთი გეიმინგ ვიდეოები მქონდა, ეგ იყო ჩემი ექსპერიენსი. და new year new me რა, ახალ ადგილებში და ფორმატებში ვცლი თავს. იმედია წარმატებული გამოვა და მოგეწონებათ ჩვენო მსმენელებო, ჩვენ კი დაგემშვიდობებით უკვე. ახალი ეპიზოდები გამოვა ყოველ კვირა დღეს 8 საათზე, ყოველ არ ვიტყვი, იმიტომ შეიძლება რაღაც პირადი საქმეების გამო ყოველ ვერ დავდოთ, მაგრამ 8 საათზე გამოვა ხოლმე თითქმის ყოველთვის კვირა დღეს, შეგიძლიათ ჩაინიშნოთ კალენდარში ყოველი კვირა დღე 8 საათი და დაელოდოთ ახალ ეპიზოდს. რავი, ის თქმაც მინდოდა ყველაფერი ვთქვი ნახვამდის. აბა, ბაი. კარგად. Bye bye.